დღესვე ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორგილაძის ქუჩის ნომერ 20-ში მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა კანდიდატს გამარჯვების შემთხვევაში ნინოშვილსა და რუსთაველის ქუჩების საკანალიზაციო არხის დროულად დასრულებას თხოვეს. ერმაკოვთან ერთად გორგილაძის ქუჩაზე უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ჩხეიძეც იმყოფებოდა. მერობის კანდიდატმა პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში მათ მოგვარებას დაფიქრდა. საუბრობდით ძირითადად აი ჩვენ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გქონდა საუბარი, პარკში უამრავი სამუშაოა ჩასტარებელი, ძირითადად თვითონ უშუალოდ პარკთან დაკავშირებით. აქ შეკითხვაც დამისვეს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ტურისტული სეზონი იწყება და მიმდებარე არხია ნინოშვილის გაგრძელება, ძირითადად რომელიც რუსთაველზე გამოდის. მე აუხსენი ყველას და უთხარი, რომ სწრაფად მოვახდინეთ ტენდერის გამოცხადებაც და სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ჩემი მერობის პერიოდშიც დაიწყო და გარკვეულ დროში, აი უახლოეს დღეებში ალბათ დამთავრდება რა. დღეს ჩვენი მოსვლის მიზეზი იყო გაცნობა ყველა იმ სიახლის, ყველა იმ პროექტის, რომელიც განხორციელებას აპირებს კოალიცია ქართული ოცნების გუნდი და თქვენ ხედავთ მოსახლეობას, რომელიც ძალიან დიდი ინტერესით ეკიდება ამ საკითხს. იმედი გვაქვს იმ ხარდაჭერის, რომელსაც მთლიანად ბათუმი გვიცხადებს ჩვენ და ჩვენაც პირდებით, რომ ერთად მართავთ ბათუმს.